ბათუმის მერიაში C ჰეპატიტის სკრინინგისა და დიაგნოსტირების პროგრამაში ცვლილებები შევიდა თუკი ამ დრომდე უფასო მომსახურების მიღება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს შეძლოთ. ამიერიდან პროგრამაში ჩართვა 16 წელს ზემოთ ბათუმის ნებისმიერ 2000 მოქალაქეს შეუძლია. მომსახურებას უფასოდ ის 2000 ბენეფიციარი მიიღებს, ვინც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი მიაკითხავს. ღვიძლის ძვირადღირებული გამოკვლევებისათვის ბიუჯეტით 194,343 ლარია გათვალისწინებული. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლებლობის მიხედვით პროგრამის ბიუჯეტი მომავალშიც გაიზრდება. უკვე დიაგნოსტირებულ პაციენტებს საშუალება აქვთ სახელმწიფო მკურნალობის პროგრამაში ჩაერთონ. C ჰეპატიტის პროგრამის პრეზენტაცია მერიის ჯანდაცვის სამსახურმა დღეს გამართა. მოთხოვნების შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითონ პროგრამის გლობალურიდან გამომდინარე, რადგანაც სოფლიოში 185 მილიონია და საქართველოში 200,000-მდე ადამიანი არის C ჰეპატიტით დაავადებული და ყველა ბათუმელს არ შეეძლო ამ პროგრამით სარგებლობა. გათვალისწინებული იქნა ესა, შევიდა ცვლილება პროგრამაში და ეხლა უკვე 16 წლის ასაკით ზემოთ ყველა ბათუმელს შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა და უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს, დარეგისტრირდეს ან შეუძლიათ ხელხაზე დარეგისტრირება და უკვე გაივლის ყველა ეტაპს, რომელიც არის ამ გათვალისწინებული.